მოგესალმებით, ინფოსოსონელებოდა მეგობრებო, დღეს მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერესის მორიგი ვიდეო, რომელიც ეხება გუშინდელ ვიდეოს, ანუ წუხადელ ვიდეოს, რომელიც მე ბოლოს ავტვირთე, ალენა პერეკინა დავაგატანიდას ვიდეოს და რომელიც ეხება თვარის სიახლოვეს გარღვეულ სივრცეს. ანუ იყო მცდელობა ნეგატიური ძალების მხრიდან შემოსულიყვნენ თვარის ახლო მდებარე სივრციდან მაინც დატოვეს ხვრელი, თუმცა მათ ვერ გამოვიდა თავისი განზრახვის შესრულება და სამწუხაროდ დაიღუპა 500, მიახლოებით 500,000 ჯარისკაცი. ხო, და მე იმ ვიდეოში გითხარით, რომ თვითონ გოგოებიც ეძებდნენ ისმაილ პერესის ვიდეოს, დაბა რა ახალ ამბებს მოყვებოდა ისმაილ პერესი და მე იმ დღეს ვერ ნახე ისმაილ პერესის იმ მომენტში, როდესაც წერდი ვიდეოს, ვერ ნახე ისმაილ პერესის ვიდეო და საღამოსთვის გამოაჩინა ინტერნეტმა. ანუ ხო, არის არხი, ისმაილ პერესის არხი, ასე წერია ზირეალ ისმაილ პერეს. ხო, და ნახოთ დაბა რა დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდეს ჩვენ ისმაილ პერესი, რადგან ისმაილ პერესიც არის პირდაპირ კონტაქტში ვალიან ტორთან. გოგოებსაც აქვენ და იცით რა, იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, იყო სიწყნარე. თითქოს და სამყარო აიღო ინტერვალი. საერთოდ გოგოები ამბობდნენ გუშინ თქვი ვიდეოში, რომ ხშირად ვხედავდით ხომალდეს და აი ამ 2 დღის განმავლობაში, როდესაც ეს მოხდა ამ დღეებში, ხომალდები ასე ჩანდაო და ჩვენ თითქოს და რაღაც სიცარელეს გრძნობდით. კარგით, მოდით აბა ვნახოთ, რას გვეტყვის ისმაილ პერესი. მას დავიწყოთ. ხო, ეს ვიდეო ატვირთულა, რუსულენოვანი ვიდეო რა გვიშტოს და რატო ვერ ვნახე, მე მიკვეს. კარგით. ეს აქ ახლა მე მიდოდა ტექსტი წაკითხვა და ინგლისურად წერია. ამ ვიდეოში, რომლის გადათარგმნა მე მიდოდა, ეს არის ნაწილი. აქ ნაწილია მხოლოდ მოყვანილი რუსული ტექსტისა, ინგლისური სამწუხაროდ არ ვიცი მე, იმდენამდე რომ ტექსტი გადავთარგმნა ამხელა. მაგრამ აქ არის მოკლედ მოყვანილი რუსულ ენაზე მიახლოებით თუ რა მოხდა. ხო, და მოდით მე ამას წაგიკითხავ თქვენ. ხო, და დაველოდები, სხვა გზა არა, სანამ ელენა მუზა გადათარგმნის, თარგმნის უკვე ეთყობა, თარგმნდეს იქნება ის გოგო ახლა ამ ინფორმაციას და ალბათ მალე დაიდება. დაველოდო უნდა ელენა მუზას, იმიტომ რომ მე ინგლისური არ ვიცი, რომ გადავთარგმნო პირდაპირ ეს არის ორიგინალური საიტი ისმაილ პერესის იმათთვის, რომლებმაც იციან ინგლისური ენა. ორიგინალიდან გაიგებთ სიმართლეს გამრუდებების გარეშე. მე იმას წაგიკითხავ მხოლოდ რაც რუსულადაა მოცემული. ბრძოლა თვარის საოპერაციო მეთაურობის წინააღმდეგ. ამ გალაქტიკურ განხილვაში ჩვენ განვიხილავთ დრამატიულ სცენარს, რომელშიც თვარის საოპერაციო სამეთაურე დედამიწის პუნქტი ხდება მაპატიეთ უპრეცედენტო ადგილად წინააღმდეგობისა იმის შემდეგ, რაც
მტრების ფლოტი იმპერიული ხომალდებისა ჩდება წინა განვითარებული ტექნოლოგიის დახმარებით და ეს ტექნოლოგია აძლევს საშუალებას მათ გადაადგილდნენ დროში ალტერნატიული სამყაროდან დედამიწა 2071 თურმე ეს ბნელი ძალა მოსულა ალტერნატიული სამყაროდან ალბათ თქვენ იცით რომ არსებობს მრავალი პარალელური სამყაროები აგრეთვე დედამიწასაც აქვს რამდენიმე პარალელური ალტერნატიული სამყაროები და დედამიწა პარალელური დედამიწის სამყაროდან ნომრით და ყველა პლანეტას აქვს თავისი ნომერი ამ დედამიწას ქონია ნომერი 2071 პარალელური სამყაროდან და ისინი აი ეს ასე ვთქვათ მონაკვეთი საიდანაც ისინი გამოჩნდნენ იყვნენ ცელების დაკვირვების ზონის ფარგლებ გარეთ უბრალოდ დროზე ვერ შეამჩნიენ და იუპიტერის მეთაურობის მონაცემების თანახმად ამ სამხედრო ხომალდების გამოჩენა საფრთხეს უქმნიდა სტრატეგიულ ობიექტებს, რომლებიც მდებარეობდა მთვარეზე და მინდა დავამატო, რომ მთვარეზე არაერთ ცივილიზაციას აქვს ბაზა გახსნილი. იქ ნევსაც ვერ დაგდებ, ისე შემჭიდროებულად არიან. ადგილები თითქმის არაა იქ, რომ ვინმე დაუშვათ მოინდომოს ახალი ბაზის გახსნა. ძალიან შემჭიდროვებულია ის ადგილები და ამან გამოიწვია კოსმოსური ძალების მხრიდან თავდაცვის ფლოტების მხრიდან აგრეთვე ურმახის და აშტარის მეთაურობის ჩათვლით და ამ გახილვაში განიხილება დანაკარგები, რომლებიც განიცადნენ ამ მთვარის ოპერაციების დროს კოსმოსურმა ძალებმა და აგრეთვე განიხილება სტრატეგიული მნიშვნელობა მთვარის როგორც მართვის და კონტროლის ცენტრის აგრეთვე პრობლემები კაცობრიობის დაცვასთან დაკავშირების წრებისაგან რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ სულ სხვა სამყაროდან ან სხვა რეალობიდან თემები რომლებიც განიხილებოდნენ ამ გალაქტიკურ განხილვაში ესე იგი თემებში უпростоრად რომლებიც განიხილებოდა ამ გალაქტიკურ მსჯელობის დროს შედიოდა უეცარი გამოჩენა ბნელი ფლოტისა ალტერნატიული სამყაროდან ეს რას ნიშნავს მე არ გამიკვირდა კაცო რადა ბნელი ფლოტი არის წარმოდგენილი დედამიწიდან გაქცეული გერმანელების ფლოტით ხო მე ბოლოს ისმაილ-პარისის ვიდეოში თქვენ გითხარით რომ გერმანელებს დედა უწირეს პირდაპირ გაგებით მათ ოპერატორები არანაირი არ ქონდათ ჩვენ რეალობაში ამიტომ გამიკვირდა საიდან გაჩნდა ეს ბნელი ფლოტი გერმანელების ფლოტი თურმე ესენი მოსულან მოიცადეთ მე თქვენ გითხარით რომ არის რამდენიმე პარალელური სამყარო დედამიწის ხო გახსოვთ მე თქვენ გეუბნებოდით რომ არის ისეთი რეალობა იქაც გაიმარჯვნენ იქაც დაამარცხნენ გერმანელები და იქ სადამ გერმანელებს დაამარცხებდნენ გერმანელებს ამერიკა ჰქონდათ გაყოფილი სამ ნაწილად და ბატონობდნენ გერმანელები იაპონელები და ამერიკელები შუა ნაწილი იყო ამერიკელების და მე კიდევ ვახსენე რამდენჯერმე ფილმი სერიალი ადამიანი მაღალ კოშკში აი ამ რეალურ სამყაროს
დედამიწის პარალელურ რეალურ სამყაროს ეხებოდა, მაგრამ ისმაილ პერესის ესეთი ვიდეოდან მე თქვენ გითხარით, რომ გაცალავთ გერმანელები იქაც დაამარცხეს, ანუ ის სამყაროს განთავისუფლდნენ და ეს სერიალიც ადამიანი მაღალ კოშკში იყო ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით გადაღებული. იქ ბევრი სერიაა და ამიტომ უბრალოდ არ მქონდა ყოველდღიური ინტერნეტი, მე რომ მაგისთვის დრო დამეთო, მაგრამ ახლა მაინც უნდა ავისრულო ჩემი სურვილი და უნდა უყურო ამ სერიალს. ძალიან საინტერესო სერიალია. მოკლედ ისე თვალსაჩინო გადავხედა. რაღაც ბოლო დროს ვერ ვიდე გულ სერიალებს. და განვითარებულმა მეთოდებმა გადაადგილებას დროში მაპატიეთ ახანი რომ წერია პირდაპირ ხანდახან არ ითარგმნება, უნდა შეცვალო ადგილები, შეუცვალო ფრაზებს, რომ აზრი ანახო თარგმნის დროს. ამიტომ მე ხლა გადავხედავ კიდევ ერთხელ. ესე იგი, განვითარებული მეთოდებმა დროში გადაადგილების დროში გადაადგილებასთან დაკავშირებით და სივრცეთა შორისო ოლთან დაკავშირებით დაცვითი ოპერაციები კოსმოსური ძალებისა და ორბიტალური ფლოტის ტაქტიკა. ხო, ეს მე რასაც თქვენ გიგითხავთ ახლა, ეს შედიოდა განხილვის მსჯელობის თემების ასლში. ამიტომ აქ წერდებები არა, უბრალოდ თქვენ მე ამოგიკითხავთ ახლა რა თემაზე უნდა განეხილებინათ ამ galaktikuri kosmosuri galaktikuri ასე ვთქვათ განსახილველ რაკურსში კიდევ რა უნდა განეხილებინათ. ხო, ეს უყევ თქვიმე დაცვითი ოპერაციები კოსმოსური ძალებისა და ორბიტალური ფლოტისა. შემდეგ თვალის მნიშვნელობა მომავალი კოსმოსური დაცვის სტრატეგიაში. უფრო ფართო შედეგები მულტისამყაროების კონფლიქტებისა კაცობრიობის მომავლისთვის. თუ როგორ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე. თუ თქვენ მოგწონთ galaktikuri ამბები, ხო, ეს უკვე წელს ლაიქები ეს თვითონ ისმაილ პერესის ვინ წელს ამას არის, კაი ეს ამას არის მნიშვნელობა. თუ ინგლისური ენა იცით, ლაიქი მოძებნეთ ისმაილ პერესის მე სილკას დაგიდებთ აქა ამბის ამ ვიდეოს ყოველი შემთხვევისთვის მათთვის რომლებმაც იცით და პედავე ორიგინალს მოусმენთ. მე ტექსტს ვერ წავიკითხავ ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველგან ინგლისურადაა, რადგან თვითონ ვიდეო ინგლისურ ენაზეა, ამიტომ მე ამის ტექსტს არავინ ახლა არ მოვცემს. კიდევ შეგახსენებთ, რომ საერთოდ ისმაილ პერესის ვიდეოებს თარგმნის ელენა მუზა და თარგმნის არხი კანალ რასკრიტიე. ხო. კარგით, ეს ძალიან მოკლე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ახალი დამატებითი ამბავი მოგიყევით მე თქვენ და ალბათ ამით დავამთავრებ. მადლობა ყურადღებისთვის.